მოგესალმებით, დაბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Breaking Bad's მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მეხუთე სეზონის მე-9 სერია Blood Money, ასე ქვია სერიას წინა სერია. ძალიან დამაინტრიგებელ მომენტზე დავასრულეთ და თქვენი ცოდეთ როგორი შოკი მივიღე, როცა გავიგე რომ მეხუთე სეზონი გამოდიოდა ნახევარი, ანუ 2012-ში გამოვიდა პირველი 8 სერია, 2013-ში ერთ წელიწადში მეორე 8 სერია. შემკაი, არ ვიცი. იკაიფეთ ერთი წელი მოუწია ხალხს ნუდინი, რომ ენახეთ რა მოხდებოდა იმის შემდეგ, რა ქვია. რაც ჰენკმა გაიგო რომ ვოლტი ჰაიზენბერგი იყო. ცელეთ ერთი წამით. მაგარი საშინელება იქნებოდა. ჩემი შემთხვევით 4 Days Out ჩავრთე ერთ-ერთი საუკეთესო სერია ამ სერიალში, მეორე სეზონის მე-9 სერია. არა, ეს სერია წესით მაგარი უნდა იყოს. ანუ თუ ასე დაყვეს, როგორც ყოფენ ხოლმე სეზონებს მე-5 A, მე-5 B, მაშინ მე-5 A, მე-5 B, ინგლისურად რო ვთქვათ, გამართულად. მაშინ ფაქტობრივად მე სეზონის მეორე ნახევრის პრემიერაა ეს პირველი სერია და მაგარი იქნება, წარმომიდგენია პროსტა რა მაგრად, ანუ როგორ გრძნობდნენ თავს მაყურებლები პირველად რომ უყურებდნენ მაგ სერიას. მაგრამ ხო, საცხოვრებლად მე ეგრე მაგრად ვერ ვიგრძნობ თავს, თუმცა კაი ერთი კვირა კი არის გასული, რაც წინა სერია არ ვინახავს. ერთი წელი არა, მაგრამ ერთი კვირა გავიდა. კაი, რეკლამა არ გვინდა. აშკარად არ გვინდა. კაი, მძიმე დანაშაული, მე-5 სეზონის მე-9 სერია Blood Money 3-2-1 დავიწყეთ. პირველზე ხო არ დაიწყებს რა, დავიწყეთ. ეს პრობლემა აქვს ამ საიტს. Shit. ახლა ბავშვები. არა, ბავშვია. ხონამდვილად მეორე სეზონს მე თინეიჯერები ხო? მოიცა ეს ჩემი გამოვანებულია აჭარანი. ეს ვოლტის აუზი იყო, ახლა მოვწვი. კიდევ მომავალს გვაჩვენებენ თუ წარსულს? წარსული თუ მომავალი? მომავალი. შემკაი, ეს საინტერესოა. ნუ ეტყობა ახლა რომ მეორე ნახევარი სეზონის და ასეთი დასაწყისი აქვს. როგორც პირველ ნახევარს მომავლის სცენები რო გვაჩვენეს, ისე მეორე ნახევარს. ჰენკი გვაჩვენეთ ამის მერე აუცილებლად კაი ხელი ვერ აღგებოდა იმ ტუალეტიდან. მაგის გაგების მერე. პლოტ ტვისტი. ამდენი ხანი გავიდა, ერთი წელი და ჰენკი ტუალეტიდან არ გამოსულა. აი, ხედავთ. მართლა ეგრე რომ ყოფილიყო, მოუკვდებოდი სიცილით. კარგი ვოთ. რა ჭენდება მოხდა, ანუ რატომ აქვს ის შეგრძნება, რომ ვოლტს ოჯახი შანსია რა, ამას არის ამნენ. ვოლტს არ დავხოცავენ, ანუ თვითონ მასზე მაქვს საუბარი რეჟისორზე, ვინც კირიგანზე, ასე ჰაიზენბერგ უკვე წარწერაც არის. ვიღაც სიცილის, ის ბიჭები ხო?
ანუ გაიგეს რომ ეს ჰაიზენბერგის სახლი იყო და არ ვიცი. სავარაუდოდ ოჯახი სადღაც სავარაუდოდ მერიმ ფლინმა ჰენკმა გაიგეს თუ ჰენკმა გაიგო და სავარაუდოდ მერიმ და იმან გაიგეს რა ქვია ფლინმა და ხო იმას ხმის წავიდნენ ამ სახლიდან მიატოვეს ვოლტი რიცენი აუ ჩემი ვოლტ მის მოწამლას აპირებ ჩემი კაი Oh. Ja? Oh, მე სკაიდერი მეგოთუცებ. თუ რა? გამარჯობა კერო. Okay. რა ჩემდება იყო ეს? შესავალი. Breaking Bad created by Vince Gilligan. Holy shit. მოვალახლა. Holy shit, კომპიუტერმა რაღაც აურია. 3-2-1 გავაგრძელებთ. კარგი დროს იყო ისე ინტრო რა დამთავრდა. რა ხდება? ჰენკი? რა ჩანდება? ნუ ეს მათი ხმები ისმის ალბათ. ვოლტის, მერის, სკაილერის, ფლინის ერთობიანიკ დამდროს ჰენკი და ციგნი გამოიტანა ჩემი ამ წიგნით ხელში გავა ვოლტთან თელ ოჯახთან Hank. თავის ჩანთაში ჩადო. ნახა მოგონებები იქნება ალბათ. დავუკავშირებს ყველაფერს ერთმანეთთან. შეიძლება ის გაიხსენოს ვოლტის სკოლიდან რომ იყო ის ნიღბები. ისმაკი ხარ. ისიც როგორ არ უნდა ვოლტს გასასახლის გამოძიებასთან. მოძიებაზე. რაღაც ცუდად გრძნობ თავს. რა თქმა უნდა. საჭმლის ბრალი არ არის იმედია. არა. ბიძია ჰენკ, თუ გინდა პეპტონი გვაქვს. არა იყოს მე მგონი ჩვენი წასვლის დროა. ვუყურებ. ბოდიში სკაილერ, მაგრამ ესე უნდა დაგტოვა. რა პრობლემაა ესენი დამეხმარებიან? წამოდი დავემშვიდობოთ გავაცილოთ. აბა დავემშვიდობოთ წავედით. ნუ ალბათ სალკე გაიყვანს ვოლტს და ეთქვის. ნახვა ან საყვარელი. შეიძლება ჯერ არც უთხრას და პროსტო თვალთვალი დაუწყოს. ხუჩაბას რომ წავიდეთ? მშვენიერია. რომ კარგი, წავედით. შემოწმოს თავისი, რა? არებას შეძლებ? კი. ნუ ხო, თად ბოლომდე წაიგე მოკეთებულა ჯერ, მაგრამ აბა გამოკეთებას გისურვებ.
ნუ თუ მაგბოჩი ხო. დაემშვიდობები ძია ჰენკს. ნახვამდის ბიზია ჰენკ, ნახვამდის. კარგი, ჭურჭელს შენ რეცხავ. არა შენ. არა შენ რეცხავ, გასაგებია? კარგი, მე გავამშალებ, შენ გარეცხე. გამარჯობა კეროლ. გამარჯობა ვალტო. გამარჯობა კეროლ. როგორც დასაწყისში. ევროპა არ მჯერა. იქ იყავი მაგას რომ ამბობდა? კი. კარგად ხარ? მუცელი როგორ გაქვს? რა ვიცი, მარა უშავს კარგად. კარგი, ღმერთო ევროპაო. იმის გათვალისწინებით თუ რა მდგომარეობაში იყვნენ რამდენიმე თვის წინ, ისე ლაპარაკობდა ევროპაზე, რომ ჩვენც წავიდოდით. ხო. სადმე საქმიან მოგზაურობაზე იტალიაში, კომოს ტბაზე. კომო ქვია რა? ჰენკ? 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 დაგიჟდება ახლა, თავს ვერ შეიკავებს. ჰენკ? ღმერთო ჰენკ? ჰენკ? შემიგაი პანიკური შეტევა დაემართა. ღმერთო ჩემო. ჰენკ, კარგად ხარ? კარგად ვარ. სასტრაფოში დარეკეთ, სასტრაფოში დარეკეთ. ისუნთქე, კარგი? ისუნთქე. მე დავნიშნავ შეხვედრას, შენ უბრალოდ მოდი. არა, ვოლტის ჩანთაა ეს. არაფრის გულისთვის 3 საათი რომ ვიყურყუტო. თუ არა, ჰენკისა. ახლა მხოლოდ გულის შეტევა გამორიცხეს, მაგრამ რა იცი რომ აღარ განმეორდება იგივე? ვიცი რომ ესეთი აღარაფერი მოხდება. საიდან იცი? იმასაც ვერ ამბობ, საერთოდ რა დაგემართა? მარი პატარავ, კარგად ვარ, ჯამთელად ვარ, დამიჯერე. ამ თემის განხილვა დასრულებულია. და სკაილერს არაფერი უთხრა. უბრალოდ არ უთხრა. ჰენკ, სასირცხვილო არაფერია ამაში. ამაში არა. ბეთი კერკეტში. სამხილების სიაში დაამატებს. მეორე წიგს ამოიღებს ხო? უკეთესი. To my WW და to my other favorite WW. ხელნაწერიც იგივეა. ნუ არც ისე, მაგრამ ეთყობა რომ ერთი და იგივე ადამიანის დაწერილია. ჰენკ, როგორ მესმის ახლა შენი? Hola, Mariano. Luis. Enrique. Oh, feliz cumpleaños, Enrique. გამარჯობა. აგიმარჯოს. Air fresheners. ჰაერის აეროზოლის დიდი რაოდენობა გვაქვს, არა? ხო, 30 ცენტად ვიღებთ ბითუმად. ხო და მაშინ უნდა გადავწყვიტოთ რაღაცეები, უნდა განვაცალკევოთ საჭმლის სუნი ნატურალური სუნისაგან. არ შეიძლება საღეჭი რეზინის სუნი შეადარო ოკეანის სურნელს. ასეა თუ ისე ფიჭვის სურნელით იყიდება ყველა კარგად. ამიტომ ვფიქრობ, სალაროსთან ახლოს გადაგვეტანა ენერგეტიკული სასმელები. კარგი, როგორც სიტყვი. კარგი, აქ მოდი. რადგან საქმეზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ჩვენი ამბავი უნდა გავითვალისწინოთ. ამბავი იმის შესახებ, რომ ავტოსავარეცხაოს მფლობელები ვართ, ეს ხომ ძალიან მარტივად გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენი ამბავი დაყრდნობილია იმაზე, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ავტოსავარეცხაოს მფლობელები, მაშინ მითხარი რას აკეთებენ ასეთი მფლობელები. ისინი სხვა ავტოსავარეცხაოებს ყიდულობენ. აჰა. მისმინე. სკაილერ. მაგ ფულს წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში გავათეთრებთ. არ ჯობს რომ 2 ადგილი გქონდეს ამის გასაკეთებლად ვიდრე 1? ერთი ადგილი ვიცი კირტლენდში. მომწონს იქაურობა და ვფიქრდები. კაია. კარგი. კარგი. გაგრძელება იქნება. გრძელება იქნება. დილამშვიდობისა. სტანდარტული ლიდია? პროცედურა მინდა. ჩვენ გვაქვს სპეციალური შემოთავაზება თუ გინდათ რომ დალექილი ადგილები ბოლომდე გასუფთავდეს. ლიდია?
ჩემი კაი ლიდია. სტანდარტული პროცედურა მინდა. სანამ გველოდებით შეგიძლია შიგნით შეხვიდეთ და უფასო ყავა მიირთვათ. აჰა, შიგნით შეხვიდეთ. ეს მანქანის რეცხვის პროფესიონალს მიეცით და ბედნიერ დღეს გისურვებთ. აჰა. 68% და კიდევ დაბლა ეცემა. გამარჯობა, თქვენი ქვით არის თუ შეიძლება. ვიცოდი, რომ ხარისხი დაბალი იქნებოდა, მაგრამ 68%. 68 რა, მეტის ხარისხი? ალბათ ტოტთავი რომ მუშაობენ. მე დაგიტოვეს სიცოცხლის უნარიანი ოპერაცია და დანარჩენზე შენ იყავი დამოკიდებული. ქვით არის თუ შეიძლება. აუ, ტიპი, აუ, ჩემი გასივით იქცევა. აუ, ეს მაგარია. სტანდარტული რეცხვა. გამოასწორე მდგომარეობა. თავის ადგილზე დააყენე და ვალში არ დაგრჩები. თქვენზე $14 და 95 ცენტია. ისმინე. გადაიხადე და წადი. სიტუაცია ძალიან გართულებული და ჩახლართულია. რაც მე არ მეხება. შენ მე მავიწროვებ და ცუდ მდგომარეობაში მაგდებ. ხომ იცი რაც შეიძლება და მომხდარი? ნუ ხო, რაღაც პუნქტში. არც ეგ მეხება. ჩემი კაი ლო. ხურდა გამომართვით, ეს მიეცით მანქანის რეცხვის პროფესიონალს და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რამდენიმე წუთი და მზად იქნება. სანამ ელოდებით შეგიძლიათ უფასო ყავა მიირთვათ. შემჩნია ხო? რაღაც უცნაური. რა იყო? უბრალოდ დამაინტერესა მირეცხავს ნაკირავებ მანქანას. ვოლტ, ეს ვინ იყო? აბა. ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, მას უნდა რომ დაუბრუნდე საქმეს. მაგრამ მე არ დავუბრუნდები. იანურია. ჩემი კაი სკაილერი მიაჩვენებს ახლა ყოფილ ბიზნეს პარტნიორს. ენრიკე, ამას მეტი აღარ უნდა. მორჩემ, მადლობა. წადი აქედან. უკაცრავად? არასდროს დაბრუნდე. აქ. გესმის? წადი. სკაილერ. რაოთ. აიმე. ტიპი შოქშია. ერთი დღე ხო იქნება უკვე გასული. გამარჯობა. თუმეტი არა კიდე. მადლობა. და მერისთვის არ უთქვამს. მიდიხარ დღეს? არა. კარგია. აქ იყავი სანამ არ დარწმუნდები რომ უკეთხარ. დაისვენე ცოტა. სახლში დარჩი და დაისვენე. კარგი. კარგად. დილა მშვიდობის ქალბატონო შეიძლება. გამარჯობა ბიჭებო, რა ხდება? ესენი მოგიტანეთ ქალბატონო, სად დავტოვოთ? რა არის ეს? ფარეხში წამოიღეთ ბიჭებო. მე მივხედავ. რა არის ეს? სასიამოვნო დღეს გისურვებ. არ მითხეთ რომ ისე მინერალები. უпросо ჯენისმა თქვა ზოგი ინდექსის გარეშეაო, მაგრამ შეგვიძლია ხელით გავასწოროთ. არა უშავს მე მივხედავ, მადლობა. ან არა. კარგი. შეხვედრამდე უпросо, კარგად. როგორც თქვი, დაიწყებს დეტალების შემოწმებას. ნუ კეილის სიკვდილი ხო. რა შეიძლება როგორმე იმასაც მიხვდეს რომ ვოლტმა იმიტომ მოკლევინა ჯესის გეილი რომ გასმოკლავ. არა, მაგის შანსი უკვე აღარ არის. ეგ ექსტრასენსი კი არა.
ო, ჰექტორ სალამანკა. აჰა, ეს ტიპი. მიღაბი იყო ზუსტად. მაინც ეს გეიდის ძველი წვერები რო ქონდა და ასე ვთქვი. ისე წვერები უხდებოდა სხვათა შორის. Dariusi. Nu maikets აკრაუნდა. სელფი კონდა გვართან გადაღებული. ნუ ის ორი ტიპი, უკმარონ დახოცა. ესეც კი გაიხსენა? პირველი სეზონის მე-6 სერია. ეს ფოტოც ქონდა? ძმაო, ის ნახატიც მე ქონდა? არა ვარ მკვდარი. უბრალოდ კოსმოსური ხომალდის ბიზნესში ვარ. იომან რენდის თავის დაობ მაშინ როცა შნირი ანდორიანი რაღაცეებს დაკლებ რო ჭაობს. ტალოსის ოფისზე თუ რაღაცაზე. რა გონია, რას ნიშნავს შუშხუნები და განათებები? გადამზიდავები ნაწილებად ყოფებ. მოლეკულურ დონეზე დადიან წლებში და ძვლის ტვინებში. მე თქვენს ასლებს აკეთებენ. მოიცა ამას ამბობ შენ ეხლა რომ რიქსი რამდენჯერმე ტრანსპორტში შევიდა, იმდენჯერაც თავი მოიკლა იმენა დედის ტყნააცია, იქ ამბავი თუ როგორ იყო? ძმაო, შენ მე მგონი უზმოზე მასტურბირებ ხოლმე, რა? აბა რატომ გონია რომ არ ევასება მაკოის შუქები და ეგეთი რაღაცები, რადგან ის დოქტორია, ბოზო? ნუ ამათ მაქსიმალურად ისიახმოვანებენ, როგორც ქართველები ილაპარაკებოდნენ. რა? ხო, დაწერა გამაკლია. მოკლედ რაღაცა აი, რო შეხედო ამათ დიალოგს რო მოусმინო, იმენა გეგმობ რომ ქართველები ლაპარაკობენ. გუნდი მოწყენილია და ისინი ნამცხვრის ჭამას აპირებენ. უბრალოდ შეჯიბრს აპირებენ ნამცხვრის ჭამაში. თელ გუნდს დააძალებენ რომ ჭამონ. ხო, ჭამენ. კარგი ხო მოიცადე, დავაცადე ერთ წამი ახსნა კარგად. მოცვი მაშინ მოცვის ნამცხრებს ჭამენ ისე სწრაფად რომ რეპლიკატორი გამოყლედა და აღარ შეუძლია გაჩქარება. საბოლოოდ სამი ტიპი დარჩა: კირი, სპოკი და ჩეკოკი. სპოკი ყოველთვის იგებს ისეთ რაღაცეებს. აუ შენ მიყოფილ ხარ როგორ მოუგებს სპოკი კირკს. სპოკი ხომ კბილის ჯაგრისით გამხდარია. სპოკს აქვს საჭმლის მონელების დედის მწყვნელი კონტროლი. აი ვიცი. მაჩვის ფრაზები დავასება მაგრამ კირკს მეტი აღარ შეუძლია. ის არ წევს. ახლა ჩეკოვი და სპოკი დარჩნენ, მაგრამ ჩეკოვს მებრძოლების მთელი ჯარი ხავს და იცის როგორ მოიგოს. სკოტი ბრუნდება გადამზიდის ოთახში. ჩეკოვი იქვეა და გიჟივით ჭამს ნამცხვარს, მაგრამ სკოტი ეგრევე აცლის მას. ხო ხდები რა ბაზარიც არის? და სად გზავნის ტუალეტში? კოსმოსში. ტუალეტში ჰენგზე იკითხეთ. პირში თხრის იმ ნამცხვარს და სკოპი გამოსირდა ამ რუსმა როგორ უნდა მომიგოსო. ამავდროულად სკოტი გადაზიდვის ოთახში მასტურბირებს. ხდები, როცა ლეიტენანტი უჰურა შემოდის თავისი ორი დიდი ბურთით, მაგრამ სკოტის თითები უკვე გაუფლიანებულია. არ არსებობს. ძმაო, აბა რა გონია შენ? ის პირიდან ნაწლავებში ჩადის ეგრევე და ყლევდება. აუ, შანსი არ არის. რასაკეთე? ძმაო, სად მიდიხარ? საუკეთესო ადგილს ტოვებ. ეს შეავსეთ და დამიბრუნეთ. სოლთან არიან? ვინ არის? ჯესი. Hilde. Ja. Francesca. ბევრი კლიენტი ყავს, მოცდა მოგვიწევს და აქ საუბრობთ მოწევა არ შეიძლება. იცი აქ მოწევა არ შეიძლება. და სანამ მოვფიდებ და ვერ უთხარი?
შემოსასვლელში ჯესი პიკმენი მოსაწევს აბოლებს. კარგი რა ძმა. როგორ უთხრათ? პიკმენ, თქვენი ნახვა უნდათ სასწრაფოდ. ვუდი ჰარელსონი ცოცხალია და ჩემთან მოვიდა. მოსაწევი ამოიღე და დაჯექი. კარგი, მოსაწევის შესახებ ვხუმრობ. ბოდიში რომ galodine ბიჭუნი, რომ ცოდნო და შენიყავი. ფრანჩესკა უკვე გავაფრთხილე კიდევ ერთხელ ესე მოიქცევი და თავიდან მოუწევს მართვის მოწმობის აღება. აუ, ჩემი მაგარი ხერსაულ. პანდორა ღია გაქვს. პანდორა? აბა, მაესტრო, როგორაა მაესტრო? რაღაც ამ ბოლო დროს სიწყნარეს უფევს. არ მინახავს. არც მე. მთელი ეს ციხის ამბები და მას შემდეგ რაც ადვოკატების მოკლა დაიწყეს, მე საზღვარი გავავლე. ეს კეილ ერმენტრაუც მიეცი და ეს ბატონ და ქალბატონ ალბერტ შარპებს. შარპებს? 3.1.5 შარპებს? ბავშვი რომ მოკვდა? 2.5 მილიონი თითოს. 5 მილიონია თლიანად. ნუ შარპი. დოდმა რომ ბავშვი მოკვდა. რა თქვი ვინ ბატონი და ქალბატონიო? დრიუ შარპის კი. დრიუ შარპი. დაკარგული ბავშვი ხო? ტელევიზორში რომ აჩვენეს. არ ვიცი. და არც მინდა ვიცოდე საიდან გაგახსენდა ეგ ბავშვი. მაგრამ უფრო მეტი კითხვა. მინდა იცოდე, შენმა კაცმა მოკლა. კარებს გააღებენ და ფულით სავსე ჩანთას ნახავენ. მაშინ, როდესაც მათი შვილია დაკარგული. და ეს მეორე კეილერტრაუტი მაიკის შვილიშვილია რა. ესე იგი, ეს მაიკის ფულია, ჩემია. შენი ფულია და მაიკის შვილიშვილს აძლევ შენ. მაიქს ასე სურდა. კი. ესე იგი, შენ და მაიქს ერთმანეთთან კონტრაქტი გაქვთ? არა. აბა, ქველმოქმედებაზე ვსაუბრობ? ხო. შენ ყოფილ შეყვარებულზე და მის შვილზე მატერიალური ზრუნვა კიდევ მესმის, ბოლომდე ვერ რა, მაგრამ მაინც მესმის. აი ეს კი მეტისმეტია ჩემო კარგო, 2 სასწაულიც მინდათ არ გაქცევს, მნიშვნელოვან დეტალებს დააკვირდი, იგი? ნუ ხო, სახიფათოა, მაგრამ ჯესის უკვე ყველაფერი ჩემი გიდია. საქმეა რჩევები მოგცე და აი რას გირჩევ. ცოტა დაფიქრდი. მაიკი ძალიან მაგარი იყო. პოლიციელებს თავგზას უბნევდა და კი, მაიკი ძალიან ძერსკი იყო. მათზე წინ იდგა, მაგრამ ახლა მისი ოჯახი რადარის ქვეშა რამდენიმე მილიონი დოლარი გამოუჩნდება და მაშინვე წაართმევენ მათ ფულს. კარგი, მაშინ მე თვითონ ვიზამსაუბრ. არა, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობდი. გეყოფა სირობები, სოულ, გააკეთებ ამას თუ არა? კი, აუცილებლად. სხვისი მომსახურებისთვის ვცხოვრობ. ჯობს ცოტა მოწესრიგდე და დაისვენო უკეთეს მდგომარეობაშიც მინახე ხარ. ისე გააკეთე რაც გითხარი. ნუ კი, უკეთეს მდგომარეობაში მეც მინახავს. მიცანი? არ დამიკიდო. ვინ? ხო, პრობლემა გვაქვს. რა ხდება? ჩემს კაბინეტში 5 მილიონი დევს. არა, მან აუტი. ხო, დამშვიდდი. კი. ხო. დამშვიდდი. მოვაგვარებ. აი. ვოლტი მივიდა. ვოლტი მივიდა ჯესისთან. ფულით. დეჟავუ არა? მერთო. კარგი, მისმინე. მე თქვი რაზე ფიქრობდი? რას თხოვე სოულს?
რა იყო ეს? კარგი რა. აზრს მოკლებული ქმედება. რა ვიცი. საერთოდ გაგაჩნია რაიმე ახსნა. რა? როგორც შენ თქვი, სისხლიანი ფულია. კარგი. სისხლიანი ფული. კარგი ხო, კარგი. სერიის სათაური Blood Money. ასე ვთქვი. მაგრამ ეს უბრალოდ მწვავე მომენტში მოხდა, გესმის? ვცდილობდი კამათში გამემარჯვა, მაგრამ ვცდებოდი. ეს შენი ფულია. კარგი რა, შენ ეს დაიმსახურე. ჩემი. ნუ ჯესიმ ბევრი გამოიარა კი. და უცნაურია რომ ანუ ვოლტმა ფაქტობრივად იმდენივე გამოიარა რამდენიც ჯესი. გარდა იმისა რომ საშინელი მოგონება. ჯესი ჯეინი მოუკვდა. ნუ ვოლტმა მოუკვდა. მაგრამ შვილო. ფოკუსირებას გამოვლილ სიბნელეზე ნუაკეთებ. წარსულში დატოვე. თუმცა ჯესის კიდე კივილის მოკვლა ბულწია, მაგრამ ვოლტსაც ბულწია თავიდან კრეზიეთის მოკვლა. ჩვენ მიერ ჩადენილს ვეღარაფერი შეცვლის. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულებულია. შენ გახვედი საქმიდან და მეც მოგყევი. ხო, ასეა, მოვრჩი. ნუ ერთი თვეა აღარ მიმუშავია. ერთი თვე აღარ მიმუშავია და ახლა მხოლოდ ის დაგვრჩა რომ ვეცადოთ ნორმალურად ვიცხოვროთ. კარგი? ნორმალურად. რატომ კეილი ერმენტრაუდი? ვინმე სჭირდება, ვინც ყურადღებას მიაქცევს. კი. მაიკს შეუძლია მშვენივრად მიხედოს საკუთარ შვილიშვილს. მე ასე არ ვფიქრობ. მოიცა რა? არა მგონია შეეძლოს. არა მგონია დაბრუნდეს. მოიცა ჯესი მარიცის რო. რას ამბობ? რა? ჯესის ფაქტია რომ მაიკის ტიპები გააქრე. თუ მე მეკონდა წინასე. მაგ საქციელის გამო თუ მაიკი ცოცხალი. საფრთხეში იქნები, მაგრამ შენ ასე დაუფიქრებლად არასდროს იქცევი, ამიტომ ვფიქრობ რომ მაიკი მკვდარია და ვფიქრობ რომ ეს შენც კარგად იცი. ოუ, კაი. ახლა იცის. მე მეგონა ვოლტმაც იცოდა რომ ჯესი მიცოდა. აუ, შემი. არ ვიცი. რატო გავიგი ასე არასწორად? არა. ოუ, კარგად იცი. მისმინე. მაიკი მე არ მომიყვანს. კი. ბოლოს მაშინ ნახე, როდესაც ჩანთა მივუტანე. და მოკალი. ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამიტომ მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოცხალია და კარგადაა. და თუ ის ოდესმე დაბრუნდება და ვერ გაიგებს ჩემი ნამოქმედარის მიზანს, მაშინ ჩემ კისერზე იყოს. ოხო. ჯესი. უნდა დამიჯერო. ეგ სიმართლეს არ შეესაბამება და არ არის სიმართლე. ესე იგი სადღაცაა, ხო? და კარგადაა. რაღაცა იცის ისეთი რა, რამაც მიახვდა რომ მაიკი მკვდარია. სადაც არ და არ ამბობს ჯესი. ორივემ კარგად ვიცი. მაგალითად მანქანა იქნები მიხვდება რომ თავის გატანა იქუპოვეს მანქანა, სადაც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვოლტმა იზრუნოს. მოკლა. ჯესი.
მინდა რომ დამიჯერო. შეცდომას დავუშვებ, არ დავიჯერო. კარგი. როგორც თქვი, ცოცხალია, ხო? არა, არ ჯერა. ასეა. მაიკი ცოცხალია. არ ჯერა, იცის რომ არაა. რა ხდება? კიდე რაღაც გაანალიზა? უნდა გყავდეს კოლეჯში მრჩეველი, ვინმე ახალი არ მოყავთ? არ ვიცი. შეიძლება იგივე ქალი დაბრუნდეს. და ახლა რას აპირებთ? ლუის რას აპირებს? დიდად არ ანაღლებს. ხო, რაზე უნდა ინაღლო ეს ხომ უბრალოდ კოლეჯი არა? ხო. არაფერია კოლეჯზე უფრო მნიშვნელოვანი. ბიძია ჰენკი თავს ესე შეუძლოთ გრძნობს. ამიტომ ბოულინგის საღამო ჩაგვეშვა. მართლა? კი, მართლა, რაც იმას ნიშნავს, რომ განთავისუფლებული ხარ ოჯახური საღამოსგან. არ არის საჭირო ბედნიერების გამოხატვა. ახლავე მოვალ. თუ ბოულინგი ჩაიშალა, შეიძლება ცოტა გვიან მოვიდე სახლში. რა არის ეს? შეამჩნევს წიგნი რომ არ არის შეამჩნევს შეამჩნევს ახლა ვოლტი თუ მიხვდა რომ ჰენკი შეიძლება მიხვდარიყო იმას რომ ჩემი არ ჩააქრობ შოუს? ბალახის ფოთლები არ გინახავს? ჩემი წიგნი. Walt Whitman-ის მუქი მწვანეყდით. არც კი ვიცოდი თუ გქონდა საერთოდ. იქნება უმცროსმა ხუმრობა რა? კარგი. ღამე მშვიდობის სკაიდერ ვოლტი კიდე და რა ჭირს ჰენკს? მე მგონი კუჭის პრობლემა აქვს მთელი კვირა სამსახურში. უკავშირებს ერთმანეთს ყველაფერს ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის მშვიდობის. მიდი ვოლტ მიხვდი ახლა რას იმას ეძებს რა ქვია რამე ხო არ აქვს მიმაგრებული როგორც გას უკეთებდნენ ნუ ჰენკს არა პანიკური შეტევა ჰქონდა ისეთი რომ ვერც მოიფიქრებდა მგონი მიმაგრებას კი და
და ვოლტ ჯესისთან იყო ჩემი კაი. სულთანაც იყო და ჯესისთანაც. So, მიხვდა რომ ჰენკმა იცის. ახლა ვოლტს ეხდება პანიკური შეფერება როგორც ჰენკს ხონდა. ვოლტის ამბის გაგებაზე ისე ვოლტს ახლა ეს ის ტიპი არის მაშინ რომ ხედავდით ხოლმე ჯესისთან ეს ჯესია ბატონო, შეგიძლიათ დამეხმაროთ. ხურდა მაინც გაიმედეთ. ჯესი გაიმედებს წესით. ჰეი. მოდი აქ დაბრუნდი. ხო, შენ მოდი აქ. რაღაც მაქვს შენთვის, მოდი. გამომართვი. მიდი. აიღე. გამომართვი, ხო? ხო. ახლა იმედი მაქვს რაღაც ის იდიოტობა არ მოხდება რომ ტიპი გაიგებს რომ დიდარია და გადაწყვეტს გაძარცვოს მე ერთი ამბავი დატრიალდება მაგის გამო ჯესი ვინმეს მოკლავს და კიდე უარეს ფეში ჩავარდება რას აკეთებ? გადაო? ეს ზედმეტი იყო აუ ჩემი იმენა იცილებს მაგას სტივ გომეს ნერვიულობს შენზე რამე ხომ არ გადავცემ მე რომ მაშინ კანა დაულიცა ისედაც ორი ბებო მყავს ყველას გადაეცი რომ ბევრი იმუშაონ და ნაკლები იდარდონ კარგი დროა წავიდეთ წვერი გაქვს გასაფარს ძმაო რამდენი გამე სათენება აქ ჩემი კაი ჰენკს ახლა გული გაუსკდება ალბათ ვოც რომ დაინახავს გამარჯობა ბიჭებო როგორ ხართ როგორ მიდის თქვენი საქმეები გადასარევად ჰენკის შემთხვევაში ბიჭებო ლაპარაკის დრო არ არის საქმეს მიხედეთ კარგი დროებით კარგი ბიჭები არიან ხო როგორ ხარ გამიხარდა შენი ნახვა არა უშავს კარგად ვარ არც ერთს გაგიხარდათ ახლა ერთმანეთის დანახვა სიმართლე თქვით ექიმი ხომ არ გინახავს რადგან როცა ესეთი ტკივილი თუ რაღაცა არ უნდა იყოს 3 დღეზე დიდხანს გრძელდება მაშინ აუცილებლად უნდა გაესინჯო არა უკვე გავესინჯე და კარგად ვარ გაუმჯობესების გზაზე ვარ ხო ხდები კარგია მიხარია მაგის მოსმენა გავიგე რომ სამსახურში არ დადიხარ მაგრამ როგორც ჩანს სამსახურში სამსახური ბოდის შენთან სამსახური დადის შენთან კარგია უფროსობა ხო ხო და ავტოსამრეცხაოში რა ამბებია ყველაფერი კარგადაა ძალიან კარგად იმ დღეს კარტოფილის სალათი ხომ არ გიჭამია არ ვიცი ძმაო შენ გარდა არავინ გავხდარა ცუდად ამიტომ გონი არ არის სანერვიულო სკაილერს ძალიან გაუხარდება როცა გაიგებს რომ თავს უკეთ გრძნობ ხო ჩემი წასვლის დროც მოვიდა ანუ ვაფშე არ ილაპარაკებთ დღეს მაგაზე? თუ რამის გაკეთება შემიძლია?
გამოკეთდი. კაი. არა, უნდა კითხო. ეთყობა ელოდებოდა რომ ჰენკი ეთყოდა რამეს. You're gonna laugh. გაგეცინება, მაგრამ არავის ამაზე უნდა ეცინება. Believe it or not, I found this on იმ GPS გავს ფრინგის მანქანაზე რომ გამოიყენეთ არა? კი? used in Gus Fring, doesn't it? ძალიან. მაშინ როცა მას მხოლოდ ჩვენ ორნი ვუთვალთვალებდით. ალბათ არაფერი გეცოდინება ამის შესახებ არა? რითი დავიწყოთ? ბოდიშით მირეკავენ. საინტერესო მომენტზე, მაგრამ კაი. 3, 2, 1 დავასრულეთ. მაინე ფარეხი და ხურა. კარგად ხარ? არა. მინდა გითხრა რომ არ მომწონს შენი გამოხედვა. მიხვდა, ორივე მიხვდა. ჩემიგა. შენიყავი, მთელი ეს დრო შენიყავი. შენ ნაბიჯვარო. მანქანას დაეჯახე რომ სამრეცხაოში ვერ მივსულიყავი. დამშვიდი. სვეტში მობილურზე რომ დამირეკეს და მიხვდა. მარის საავადმყოფოში დაწვენის შესახებ მითხრეს. შენი ცოდინო. კი. ეს შენ გქონდა ჩემი მობილურის ნომერი. და მერის სახელი შენი ცოდი. ტრაკის გადასარჩენად 10 მოწმე მოკალი. მომისმინე. მოხუცთა მიხო. თავშესაფარია. ჰეიზენბერგი. შემატყუარა თვალთ მაგცო ნეხვის ბუკეტო. არ ვიცი საიდან მოიგონეს ყველაფერი. მაგრამ მომისმინე. ღმერთს ფისავარ. ციხეში ამოგკეტავ. ამოვისმინე შემიკავი. შენს თავს მოусმინე ამ გიჟურ ბრალდებებს ჩვენი ოჯახის დანგრევა შეუძლია. მერე რა? თითქოს ოდნავ მაინც განახლდეს ოჯახი. ოჯახი კი ანახლებს. აი, მაგაში მართლა ვერ დაადანაშაულა. დაბრუნდა. კარგია. რო? დალპიშე ბოზიშვილო. შემიკავი. წუხვარ რომ ასე ფიქრობ. მინდა რომ დაავადება დავამარცხო. მართლა მინდა, ისე ვიკეთებ ქიმიას და ბოლომდე ვიბრძვი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 6 თვეში არავინ გეყოლება, რომ გამოიწიო. იმ შემთხვევაშიც კი თუ შეძელი და ვინმე დააჯერე რომ შემეძლო ამ ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ციხის საკანს შიგნიდან ვერასდროს ვნახავ. მე ვარ მომაკვდავი ადამიანი, რომელიც ავტოსამრეცხაოს ფლობს. ღმერთს ვფიცავ, მხოლოდ ეს გამაჩნია. მიტყუები მაგრეთთან. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? სკაილერს უთხარი ბავშვები მოიყვანოს და მერე ვილაპარაკებთ. ბავშვი. ჩემი კაი. ეგ არ მოხდება. სკაილერმა იცის. არც კი ვიცი ვინ ხარ. არც ის ვიცი ვის ველაპარაკები. კი. თუ მართალია. თუ არ იცი ვინ ვარ. მაშინ იქნებ შენთვისვე ჯობდეს. სიფრთხილე გამოიჩინო. ჩემი კაი. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. არა, ეგრე მალე არა. წადით თქვენ. კაი. ჯობს სიფრთხილე გამოიჩინო. მოსი რა? ხო. არაფერი, მეგონა ტიტრების მერე იყო რაღაც. ხო. ესე იგი ეს სერია, რომელიც იყო უმაგრესი, მაგრამ უმაგრესი არა, მაგრამ
ძალიან მაგარი. ვოლტის და ჰენკის დიალოგი ჩემი კაი ეგ სცენა საუკეთესო სცენა იყო. ერთ-ერთი საუკეთესო სცენა იყო სერიალში და საუკეთესო რა თქმა უნდა ამ სერიაში. ნუ ჯერ ვერ ვილაპარაკოთ სკაილერის ნაწილზე ჩემი კაი ლიდია რო შეაშინა, ეგეც მაგარი მომენტი იყო. სოლთან რომ მივიდა ჯესი ეგეც და ისიც რა ქვია ფულის სროლა რო დაიწყო ეთყობა როგორი ეს არის რა ქვია როგორ დეპრესიაში არის ვიცი ხშირად ვიმეორებ მაგას მაგრამ რა ვქნა როცა არის ჯესი და ვოლტი ჩემი კაი ვოლტის და ჰენკის სცენა იმენა აი რა არის იცი რომ მიდიოდა ვოლტი უკვე ისეთი შეგრძნება ჩაჩნდება დამრჩა რომ არავის საერთოდა და პროსტა დაელოდებოდნენ ერთმანეთს ვინ პირველი იყო და რომ მეორეც აყოლოდა და პროსტა ეს 1-2 3 სერია ალბათ გვექნებოდა ეს მომენტი რომ აი დასწრებაზე თითქოს რომელი უფრო მალე გამოტყდებოდა მაგრამ არა ჰენკი პირდაპირ მოქმედებაზე ნუ ვაფშე ვოლტი გადავიდა მოქმედებაზე ვოლტმა თქვა პირველ რიგში მაგრამ ხო ჰენკმა ციხეში დაგაკვდება კაროჩე всё აღარ არსებობს ჰენკისთვის თავისი ქვისლი ვოლტი უკვე უყურებს ვოლტს როგორც ჰაიზენბერგს და მზადაა ციხეში ჩასვას სიკვდილზეც კი უთხრა კი ბოდაბრუნდო კარგია თუ ჩაცაღლდები ჩემი კაი იმენა ჰენკი ნუ მესმის ჰენკის ახლა იმდენი რამ გამოიერა ჰაიზენბერგის გამო რო რავი მაგრამ მაგარი სიგიჟე იყო ამის გაგონება ახლა ჰენკისგან თან ძალიან უჩვეულო იყო ეს ჰენკის და ვოლტის ასეთი სცენის ნახვა ვაუ საღოლ მაგარია და ბოლოში ეს ვოლტის კომენტარი ჩემი კაი არ ვიცი რა ვთქვა ახლა ერთი სული მაქვს რო ვნახო შემდეგი სერია სამწუხაროდ ხვალდილამდე ვერ ვნახავ მაგრამ ჯანდაბას მოვითმენ ჩემი კაი ვოლტს და ჰენკს ახლა მომენტები ექნება არ ვიცი კაი რაც იყო და ის რა თქმა უნდა ვოლტმა რომ მოატყუა ჯესი რომ მაიკი ცოცხალია ცოტა დეხავს მაგრამ ხო დაგემშვიდობებით ახლა შემდეგი სერიები მართლა ძალიან მაგარი იქნება იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი ზარი გააქტიუროთ და დატოვოთ კომენტარები გნახავთ შემდეგ ვიდეოში მადლობა ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ